CESCO თეთრი წყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს მოსამართლე 25 წელს საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და 26 თეთრი წყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი გააუქმა. საარჩევნო ადმინისტრაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არიზიარებს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი იქნება სააპელაციო საჩივრები, ამასთან საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ. სააპელაციო სასამართლოში უკვე გასაჩივრებულია გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ნომერ 32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიას ამავე ოლქში შემავალი 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა დაევალა. სასამართლოს განხილვების შედეგად ცალსახად შეიძლება ითქვას ის, რომ არც განხილვის შედეგად, არც საჩივრების ეტაპზე არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოხდა კონკრეტული ამომრჩევლის მიერ ნების გამოვლენის შედეგად მის მიერ მიცემული ხმის გამჟღავნება და არსებობს რაიმე ბმა კონკრეტულ ამომრჩეველსა და მიცემულ ხმას შორის. აქედან გამომდინარე ფარულობის პრინციპი იყო უზრუნველყოფილი სრულად და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი. მიცემული ხმა იყო ფარული და აქედან გამომდინარე შესაბამისი პრინციპები იყო სრულად დაცული და უზრუნველყოფილი. სხვა შემთხვევაში ჩაგვარდება შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება და აქედან გამომდინარე გასაჩივრება განხორციელდება დადგენილი პროცედურების შესაბამისად.